სიტყვა თქმული წმინდა და ნეტარი მამის იონე მონოზნის დამასკელი ხუცესის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით. მამაო, გვაკურთხე. შემოიკრიბოს ყველა წარმართი, ყოველი მოდგმა, ერი და ყველა წოდება და საღმრთო მხიარულებით ერთად ვადიდოთ მთელი სამყაროს სიხარულის დაბადების დღე. თუკი წარმართთა მოდგმაც კი, ვისი გონებაც ეშმაკეულ ზღაპარსა და ტყუილს შეუმჩნევლად გაუტაცია და ვინც ჭეშმარიტებას სიცრუით ამღრვევს, თავისი ღვთაებების დაბადების დღეებს პატივისცემით აღნიშნავს და ყოველი მათგანი შეძლების და გვარად ზღვენსაც სწირავს, მას ჩვენ რამდენად აღმატებული პატივით გვმართებს და გვჭირდება აღნიშნა ღვთისმშობლის შობისა, რომლისა მიერ ადამიანთა ყველა მოდგმამ და ტომმა წუხილის დამარცხება და წამოდგომა შეძლო, რომლის მიერაც ევას მწუხარება სიხარულით შეიცვალა. ევამ ოდესღაც მოისმინა ღმრთის განაჩენის გამომხატველი სიტყვები, მწუხარებით შობ შვილებს შენსას. ხოლო ღვთისმშობელმა მოისმინა, გიხაროდე მიმადლებულო, ევამ ქმრის სახეში შემყურე იქნებიო, ხოლო ღვთისმშობელმა უფალი შენთანა. განა სიტყვის დედას რას შევსტირად გარდა სიტყვისა. ყოველი დაბადებული ჩვენთან ერთად უნდა ზეიმობდეს და აქებდეს დიდებული ანას ყოვლა დიდებულ განძს ცაცავს, რადგანაც სამყაროს უშვა ისეთი საუნჯე, რომელსაც არანაირი სიკეთე არ აკლია, რადგანაც დამბადებელმა ღმერთმა მისი შუამდგომელობით ყოველგვარი ქმნილება უკეთესობისაკენ შესცვალა, რადგანაც ადამიანი გონებითი, სულიერი და მატერიალური სამყაროების შუაში დგას. მასში დამბადებელი ღმერთის სიტყვა კაცობრივ ბუნებას უერთდება შეურევნელად და მის მიერვე ღვთისმშობლის მიერ ყოველივეს რაც შექმნილია. კაცობრივი უშვილობის განკურნების გამო გვმართებს დღესასწაული, რადგანაც ამით ჩვენი უშვილობაც ამ შემთხვევაში სულიერი ბერწობაც დასრულდა. და რაღა მაინც და მაინც უშვილოებმა შვეს ქალწული. შეიმეცნე, სასწაულებით უნდა მომზადებულიყო მზის ქვეშეთში გზა ახალი და უმთავრესი სასწაულისათვის და შედარებით მცირედიდან მასთან როგორც უმთავრესთან თანდათანობით უნდა მივსულიყავით. შემიძლია მოვიტანო კიდევ ერთი უმაღლესი და საღმრთო მიზეზი. ბუნებას გადააჭარბა მადლმა და შეძრწუნებულმა ბუნებამ თავისი გამოვლინება და წინსვლა ვეღარ გაბედა, რადგანაც ანასაგან ქალწული ღვთისმშობლის შობა იყო მოსალოდნელი, მადლის წინ გადასწრება და ნაყოფის გამოღება ბუნებამ ვერ გაბედა, ვიდრე მადლმა არ გამოიღო ნაყოფი. პირმშოდ პირველ შვილად უნდა შობილიყო ის, ვინც გახდებოდა მშობელი იმ პირმშოსი, რომელმაც ყოველივე დაბადა. ანუ ბუნებამ უკან დაიხია ღმრთის მადლთან და ადგილი დაუთმო სული წმინდის ქმედებას. ჰოი ნეტარო წყვილო იოაკიმე და ანა, ყოველი ქმნილება ვალშია თქვენთან, რადგანაც თქვენი საშუალებით მიეძღვნა დამბადებელს ყოველგვარ ზღვენზე უმეტესი ზღვენი, დიდად დიდებული დედა, ის ერთადერთი, ვინც ღირსი იყო დამბადებელისა. ჰოი ყოლა სანატრელო იოაკიმე, შენი წერიდან დაითესა სრულიად წმინდა თესლი. ჰოი მარად სახსენებელო ანა, შენ საშოში თანდათანობით იზრდებოდა და ხორცს ისხამდა ყოლა წმინდა ჩვილი. დიდებულია მუცელი, რომელშიც იმყოფება სულიერი ზეცა, უზომოდ ვრცელი ხილულ ზეცაზე. დიდებულია კალო, რომელიც იტევს მაცოცხლებელი მარცვლის თავთავს. თავად ქრისტემ თქვა, თუ
თუ ხორბლის მარცვალი დავარდება მიწაზე, იგი არ მოკვდება, არამედ იცოცხლებსო. დიდებულია ზუზუნი, რომელთაც სამყაროს გამზრდელ საწოლეს. აი სასწაულთა სასწაული და საოცრებათა საოცრება. სწორედ ამგვარი სასწაულების მემკვიდრე უნდა ყოფილიყო ღვთის გამოუთქმელი და ყოვლად სასწაულებრივი განხორციელება. და აბა ამის მეტი რაღა უნდა ვთქვა, ჩემი გონება განსვიფრებულია. სულს ხან შიში ეუფლება, ხანაც სიხარული. გული მიკრთის და ენა მებმება, ამხელა სიხარულს ვერ უძლებ. სასწაული ქეთს მახრევინებს და სიყვარული მაძორწუნებს. სიყვარულისა და შიშის გრძნობა ერთმანეთს ენაცვლება. სულის საკრავი გალობს, ხარობდესსა და გალობდეს მიწა. როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი. დღეს იღება უნაყოფოების კარიბჭე და მისგან გამოდის ქალწულების საფრთხო კარიბჭე, რომლისგანაც და რომლის საშუალებითაც ყოველივე არსებულის დამბადებელი ღმერთი სამყაროში განკაცებული შემოდის. როგორც გამოთქვა პავლემ სრულიად გამოუთქმელი რამ, დღეს იესეს ფესვზე ამოვიდა კვერთხი, ხის ყლორტი, რომლის საშუალებითაც სამყაროს ყვავილი განკაცებული ღმერთი აღმოუცენდა. დღეს მიწიერი ბუნება დედამიწაზე ზეცას უმზადებს მას, ვინც ოდესღაც სამყარო მიწისა და წყლისაგან აღაშენა და აღამაღლა. და ნამდვილად ეს კიდევ უფრო მეტად საფრთხო და სასწაულებრივი რამ არის, რადგან მან, ვინც დაბადა მზე, მანვე ღმრთის მშობლის მიერ აღმოიყვანა სიმართლის მზე, ორი ბუნებით. ანუ საუბარია იესო ქრისტეზე. გიხაროდენ მარიამ ანას ტკბილო ასულო, რადგანაც სურვილით კვლავ შენკენ მოვიჩქარი. როგორ გამოვხატო შენი მშვენიერი ქმედებები, როგორ გამოვსახო შენი სამოსელი, როგორ გადმოვცე შენი სახის სილამაზე და მოხუცებული გონება. ახალგაზრდა სხეულში, ქალური კეკლუცობისაგენ შორს მდგომი შენი კდემა მოსილი ჩაცმულობა, 7 უშფოთველი აუჩქარებელი სიარული, წუხილითა და მხიარულებით შეზავებული საქციელი, მამაკაცებისაგან სრულიად განშორებული. ამას ის შიში ამტკიცებს, რომელიც მაშინ დაგელუფლა, ანგელოზი რომ დაგელაბარაკა, შობლების მორჩილი და მომსმენი იყავი. სიმდაბლეს ფლობდი და ამავე დროს შენი გონება უმაღლესზე ფიქრით იყო გართული. საუბრობდი განურისხებლად, მხიარულად და სხვებსაც სიმშვიდეს აძლევდი. და ან რა უნდა ვთქვა იმის გარდა, რომ ღმრთის ღირსეულ სამკვიდრებელად იქეცი. სამართლიანად შემოგნატრის ყოველი ტომი, როგორც ადამიანთა მოდგმის უწარჩინებულეს დიდებას. შენ ხარ მღვდლების სიამაყე, მეფეების სიმტკიცე, ქრისტიანების იმედი, ქალწულების უხნაყოფიანი ნერგი, რადგანაც შენს მიერ შევიცანით ქალწულების მთელი სიკეთე. დალოცვილი ხარ შენ დედათა შორის და დალოცვილია შენი მუცლის ნაყოფი. დალოცვილია ვინც შენ ღმრთის მშობლად გაღიარებს და ვინც უარყოფს დაწყევლილია. ხოი დიდებულო წყვილო იოაკიმე და ანა, მიიღეთ ჩემი სიტყვა ღმრთის მშობლის შობაზე. ხოი იოაკიმესა და ანას ასულო, დაბადებულთა დედოფალო, მიიღე სიტყვა იმ ცოდვილი მონისა, რომელსაც შენ სიხარულის ერთადერთ იმედად და გადარჩენის შუამდგომლად მიაჩნიხარ. შენი ძის წინაშე მის მიმკვანებელად და ცხოვნების ერთადერთ საწინდრად გთვლის. ცოდვის ტვირთის შემამსუბუქებელი, ჩემი გონების დამა ბნელებელი, ღრუბლებისა და მწიერი სურვილების გამფატველი შენ ხარ. შენ განსასწრებს შეაჩერებ, ჩემს ამქვეყნიურ ცხოვრებას სიწმინდით წარმართავ ზეცაში. შენი მშობლების და მთელი ეკლესიის ლოცვით სრულ სიხარულსა და ცხონებას მოასწავებ და ასე იყოს და იყოს სამარადისოდ. გიხაროდენ მიმაღლებულო უფალი შენთანა. დალოცვილი ხარ დედებს შორის და დალოცვილია შენი მუცლის ნაყოფი, იესო ქრისტე, ღმრთის ძე, რომელსაც შენის დიდება და პატივი
მამისა თანა და სულისა თანა, აწდა მარადის და უგუნითი უგუნისამდე. ამენ. აი ეს სიტყვებია ღირსი მამის იოანე დამასკელის გალობათა აღწერების საოცარი სიტყვა ქებისა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. ასე განადიდებდნენ დიდი მამები, წმინდა მამები ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ჩვენს მეოხს ღვთის წინაშე. მისი ლოცვებით ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანე. ამენ. აი ხარ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს.